არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე, სულის ფარულის ნეულებანი. როგორ შეიძლება ვცდებოდეთ, როცა გგონია, რომ მოყვასი გვიყვარს. ჩვენს დროში ადამიანები ძალზე ხშირად ცდებიან, როდესაც ფიქრობენ, რომ საკმარისია მხოლოდ სურვილი და ოდნავი ძალისხმევა მოყვასთა ქრისტიანული სიყვარულით შესაყვარებლად. დღესაც მთელ ქვეყანაზე რა მრავლად და ჭერმეტ ყველურად საუბრობენ სიყვარულზე, ურთიერთს მოუწოდებენ ამ ნიშნით გასაერთიანებლად. მთელი მსოფლიო არის გაბრუებული კაცობრივი სიყვარულის რაღაც აბსტრაქტული იდეით და იმედოვნებს, რომ ამ გზით გადაჭრას თავისი ყველა საშინელი წინააღმდეგობა. ქრისტიანულ სწავლებაში ხშირად არის საუბარი მოყვასის მიმართ სიყვარულზე. ეს მცნება თავად უფალმა პირველი მცნების ღვთისადმი სიყვარულის გვერდით დააყენა. ამასთან ყველა მამა ერთსულოვნად ამტკიცებს, რომ მოყვასისადმი სიყვარულის მცნება არის საფუძველი ღვთისადმი სიყვარულის მცნებისა. მაგრამ არის კი ერთი და იგივე ის სიყვარული, რისკენაც მოუწოდებს სოფელი და ის, რასაც ასწავლის ეკლესია? ოდნავადაც არა, უпростоრად ისინი მეტისმეტად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ნიშანდობლივია, რომ რაც მეტად აქებს და განადიდებს ეს ქვეყანა ადამიანების ურთიერთსიყვარულს და მეტად ზულს მას სიყვარულის ის ცნება, რასაც მართლმადიდებლობა ასწავლის. მთელ ქვეყანაზე უკიდურესად არის გაუკუღმართებული მოყვასისადმი სიყვარულის გაგება, რის გამოც ნებისმიერი კაცი იოლად შეიძლება მოტყუდეს და ჭეშმარიტი ქრისტიანობისთვის სრულიად მიუღებელი გრძნობები აღიქვას, როგორც რაღაც ნათელი, ამაღლებული და ღვთისადმო. რატომ ხდება ასე? აი რატომ? ადამიანები, როგორც კი მოისმენენ, რომ სიყვარული არის ამაღლებული, წმინდა, ყველა სათნოებაზე აღმატებული და მის გარეშე ყველაფერი მკვდარია, იწყებენ ამ გრძნობის ძიებას საკუთარ თავში. მთელი ძალით ცდილობენ თავისი თავიდან ჭყალებში მზა სახით მის გამოწურვას და არ ესმით, რომ ჩვენმა დაცემამ, ღვთისაგან გაშორებამ, ჩვენს მიერ დაგროვილმა სულის ნეულებებმა, ვნებებმა, ბოროტმა ჩვევებმა და ასე შემდეგ, ყველაზე მეტად დაგვიზიანა ეს თვისება, სიყვარული. ნებისმიერი ამაღლებული სიტყვა და იდეა სიყვარულის თემაზე თავისთავად სრულიად არასაკმარისია ჩვენში ამ დაზიანების გამოსასწორებლად. ქრისტიანობა, რომ შემოფარგლულიყო მხოლოდ სიყვარულის შესახებ სწავლებით, იგი უსარგებლო იქნებოდა, რადგან ცოდვით დამახინჯებულ კაცობრიულ ბუნებას არ შესწევს ძალა ცხოვრებაში ამ სწავლების განსახორციელებლად. სიყვარულზე საუბრობდნენ ძველი აღთქმაც და თვით წარმართებიც, მაგრამ ეს რა არ კმარა. თუმცა გონება აღიარებს, რომ სიყვარულის მცნება კარგია, მაგრამ კაცი საკუთარ თავში მაინც ნიადაგ აწყდება სხვა რჯულს, რომელი იგი წინა განუწყობის რჯულსა მას გონებისა მისისასა და წარდგენავს მას რჯულითა მით ცოდვისაითა. რომელთა მე-7:23. ვინც თავისი სულის ძვრებს აკვირდება, კარგად უწყის, როგორ ებრძვიან ცოდვები და ვნებები გონებას და რა ხშირად ძლევენ მას. გონება ვნებათა ზეწოლისგან მძიმდება, ცოდვა ნისლივით ფარავს ჩვენგან ჭეშმარიტების მზეს, გვიბოჭავს სულის ყველა კეთილ ძალას. მარტოოდენ სიყვარულზე სწავლებას განა შეუძლია, ასეთ საცოდავ მდგომარეობაში მყოფ დაგვეხმაროს, მაგრამ სწორედ ამაშია ქრისტეს ღვაწლის ძალა და მნიშვნელობა, რომ იგი არ იფარგლება მხოლოდ სწავლებით. ღმერთმა კაცობრიობას მისცა ახალი ძალები. ქრისტეს ღვაწლით შეიქმნა ახალი დაბადებული ეკლესია. ეკლესიაში დამკვიდრებული სულიწმინდა იძლევა ძალას ქრისტიანული სწავლების ცხოვრებაში განსახორციელებლად. ეკლესიის გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს. რჩება მხოლოდ ქრისტიანული სწავლება, რომელიც თავისთავად ვერ შეძლებს დაცემული ადამიანის განახლებას. ნატებრენჩეინი. ამრიგად, სიყვარულის ძიება მართლმადიდებელი ეკლესიის მიღმა სრულიად ურწმუნო ხალხში ან ერეტიკოსთა საზოგადოებაში არის დიდი შეცდომა, მაგრამ ჩვენც მართლმადიდებლებმა ქრისტიანებმა არ უნდა ვიფიქროთ, რომ გული შეიძლება იოლად დაიყოლიოთ ამ ცნების აღსასრულებლად. არა, გვმართებს ოფლის ღვრა, ცრემლით დენა, დიდი შრომა და ჭირთათ მენა, სანამ გამოჩნდება მკრთალი ნიშნები იმისა, რომ გული მოყვასისადმი შეწყნარებული და ლმობიერი გახდა. თუ საკუთარ სულს ყურადღებით დავაკვირდებით და ნამდვილად ღვთისმცნებების გამო მოვინდოვებთ მოყვასის სიყვარულს, აღმოვაჩენთ, რომ გული სასტიკ წინააღმდეგობას გვიწევს.
ის ხან გაქვავებული უგზნოლობით პასუხობს, ხან დაცებელი ნადირივით ბოროტდება და ღრენას იწყებს. ხან ამოაფრქვევს სიძულვილს, ხან ცილის წამებას, ავის მგებლობას, შურიანობას, დაცინვას, განკითხვას. ხან ჩაიცინებს ბოროტებისა და მოყვასის დაცემის გამო. ხან გაანაწყენებს მისი წარმატებები. ასეთია ჩვენი გული, სანამ მას არ განწმენს ხანგრძლივი შრომა, რაშიც იგულისხმება თავის გაკიცხვა, ლოცვა, შინაგანი და გარეგანი მოღვაწეობა, მწუხარების, წყენის, უსამართლობის დათმენა და ასე შემდეგ. უსაფუძვლად როდი განათავსა იოანე კიბის აღწერელმა სიყვარულის თავისი სათნოებათა კიბის ყველაზე მაღალ 21 საფეხურზე. ჩვენ კი ვოცნებობთ, რომ ყველა 29 საფეხურს გადავხდეთ და სიყვარულს ისე მივაღწიოთ. რამდენი ვნება და ჩვენი გრძნობების სიმახინჯე აღარ იმოსება მოყვასისადმი სიყვარულის სამოსით. რამდენი ვნებითი გატაცება აღარ მიაწერს თავს მოყვასისადმი უწმინდეს სიყვარულსა და გულმოწყალებას. ქრისტიანულ სიყვარულს ამოფარებულ ბევრ ამაზნ ვნებას ეძლევა არსებობისა და მოქმედების თავისუფლება. ქრისტესგან ყველაზე მეტად კი განგვაშორეს ადამიანებთან სხვადასხვა მიჯაჭვულობა და ვნებითი ურთიერთობა. ჩვენ ყოველგვარი ვნებასა და აურაცხელ მავნე მედრეკილებას აყოლილები, ხომ მუდამ ვეტმასნებით ურთიერთს და საზოგადოებას. ქრისტიანული კეთილმსახურებითი ცხოვრების დაწყებისთანავე გული უნდა გავითავისუფლოთ ადამიანებისადმი უამრავი ასეთი ავადმყოფური მიჯაჭვულობისგან და ყველაზე მეტი ძალისხმევად სწორედ აქ გვმართებს. ბოროტი დემონები აქაც ცდილობენ გვიმღერონ რაღაც უღირსიანი, ალერსიანი, მომადუნებელი, მამებელი, ჰანგები ყველა ადამიანისადმი სიყვარულზე, გულმოწყალებასა და თავგანწირვაზე. ამრიგად, კაცმა შეიძლება ძველებურად განაგრძოს იგივე უწმინდური გულს შებღალავი ურთიერთობები და ეგონოს, რომ შეუდგა სრულიად ახალ ცხოვრებას, რომ ადამიანებთან ურთიერთობისკენ მისი ლტოლვა ნიშანია მოყვასის მიმართ მასში გაჩენილი სიყვარულისა. ასეთი ვნებები, როგორიცაა კაცმოტნეობა, თავმოწნეობაზე დაფუძნებული ყალბის სიმდაბლე, თვალთმაქცური მოგძალებულობა, სიძვის ყველაზე დახვეწილი და ფარული სახეები და ასე შემდეგ. საკუთარი უგუნურების გამო კაცს შეიძლება მოეჩვენოს იმ აშკარა სათავეთ, იმ ანკარა სათავეთ, საიდანაც გულმოწყალება იბადება. სული ხსნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია მას მოშორდეს სწორედ ყოველივე მოჩვენებითი, თვალთმაქცური, ვნებითი. ჩვენ კი არა უნდა ვეთამაშოთ ქრისტიანული სიყვარული, არამედ მთელი ძალისხმევით მართლა მოვიხვეჭოთ მოყვასისადმი ჭეშმარიტი სიყვარული. სისხლისმიერი, მშვენიერი და ხორციელი უნდა განვასხვაოთ სულიერისაგან. ყოველივე ჭეშმარიტად სახარებისეულს, ქრისტეს ყოველი მცნების აღსრულებას სწორედ ღვთისთვის, მარადისობისთვის და არა ვნებითი გატაცების გამო. მუდამ თან სდევს ბრძოლა, თვითიძულება და საკუთარ ძალთა მოკრება. სიმშვიდესა და შვებას კი ძლევის თავად 8 წლის აღსრულების შემდგომ ვიგზნობთ. რაც შეეხება ვნებას, იგი პირიქით კაცს აღაფრთოვანებს ცრუ სიყვარულის საქმეთა აღსასრულებლად. თუ ასეთი ბრჭყალებში სიყვარულით აღძრულს შეხვდება წინააღმდეგობა წმინდა მამათა მიერ დადგენილი საეკლესიო წესების მხრიდან, ის საჩქაროდ და გაღიზიანებით უარყოფს მათ, უწევდეს მონძველებულს, არასწორად გაგებულს და ბრჭყალებში სიყვარულის საქმეთა აღსასრულებლად გაეშურება. ჭეშმარიტად ქრისტიანული სიყვარული არ ცდილობს თავის გამოჩენას. იგი მოგძალებულია, ლამობს ნამდვილად გაუწიოს თანადგომა მოყვას, მუდამ იზრუნოს არა მხოლოდ მისი სხეულის, არამედ სულისთათვისაც. ხორციელი სიყვარული კი არ ფიქრობს მარადისობაზე. ყველაფერი, რაც მისთვის მთავარია, მხოლოდ ამ ცხოვრებაში ეგულება. მას ესაჭიროება ძლიერი განცდები, ეფექტები, შთაბეჭდილებები, რეკლამა. მშვენიერი სიყვარული ეგოისტურია. უყვარს არა მოყვასი, არამედ საკუთარი თავი და მხოლოდ ამისთვის იყენებს მოყვას. სულში ისე ვრჩება კერპი, მე, გულმოწყალე და ძმათ მოყვარე ბრჭყალებში. სწორედ ის ითვისებს მოწყალების გარეგან საქმეთა გამო მიღებულ დიდებას. უბედურებაა, როცა კაცი მიეჯაჭვება მოყვას ავხორცული ვნებით, რაღაც გაურკვეველი ბნელი გრძნობით და ფიქრობს, რომ ეს არის სულიერი კავშირი. სამსჯავროზე კი აღმოჩნდება, რომ ბევრი რამ,
რაც სინათლედ მიგვაჩნდა, წყვდიადი ყოფილა. აი მამათა სწავლება ამ თემაზე მღვდელმთავარი ეგნატე წერს. ნუ იფიქრებ საყვარელო ძმაო, რომ მოყვასისადმი სიყვარულის მცნება ასე ახლოს იყოს ჩვენს დაცემულ გულთან. ცნება სულიერია, ჩვენს გულზე კი ხორცი და სისხლი მეუფრობს. ცნება ახალია, ჩვენი გული კი ძველი. დაცემამ დააზიანა ჩვენი ბუნებითი სიყვარული. ქრისტე გვავალებს მოვაკვდინოთ იგი და სახარებიდან ვისწავლოთ მოყვასის მიმართ წმინდა სიყვარული, ქრისტეს მიერი სიყვარული. სახარების თანახმად უფასურია სისხლისმიერი განხურვებითა და ხორციელი შეგრძნებებით აღძრული სიყვარული. სახარება უარყოფს სიყვარულს, რომელიც დამოკიდებულია სისხლის მოძრაობასა და გულის გრძნობებზე. სახარება გვეუბნება, ნუ გონებთ ვითარმეთ მოვედმე მოფენად მშვიდობისა ქვეყანასა ზედა, არა მოვედ მოფენად მშვიდობისა, არამედ מחვილისა. რამე თუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან, თვისისა და ასული დედისაგან, თვისისა და ძალი დედამთილისაგან, თვისისა და მტერი იყვნენ კაცნი, კაცისა სახლეულნი თვისნი. მათე სახარების მიათე თავი 34-36 მუხლი. სულიწმინდა გვასწავლის მოყვასის წმინდად სიყვარულს. რაოდენ დაცემულია ჩვენი ბუნება, ვისაც ბუნებითად შეუძლია მხურვალედ უყვარდეს მოყვასი, მას საკუთარ თავზე უჩვეულო ძალდატანება სჭირდება, რომ უყვარდეს იგი ისე როგორც სახარება გვავალებს. ვნებით გატაცებას დაჩვეული გული ჩაიდენს ყოველგვარ უსამართლობას, უსჯულოებას, ოღონდ დაიმკვიდროს თავისი ავადმყოფური სიყვარული. მოყვასისადმი ბუნებითი სიყვარულისათვის მოვკვდეთ და მისდამი ახალი ღვთისმიერი სიყვარულით ცხოველ ვიქმნეთ. ეგრეთე ბრანჩეინოვი. სიმდაბლე კლავს ბუნებით სიყვარულს, თუ კი ის სიმდაბლის გამო კვდება, ეს ნიშნავს, რომ მას ასაზრდოებს ამპარტავნება, მასში ცხოვრობს კერპი მე, რომელიც ქურდულად შემოპარული თავდაჯერებულობის ტაღზეა აღმართული და მოჩვენებითი სათნოების ფარდითაა დაფარული. ურთიერთის მამათა უგუნური მშვენიერი და სულიერი მიჯაჭვულობით განცხოველებული ადამიანები ღვთისათვის მყარნი ხდებიან, ხოლო ღვთისათვის ნეტარის სიკვდილის შემდეგ დარჩენილი ფერფლიდან ოქროსფრთიანი ფენიქსივით აღმოცენდება სულიერი სიყვარული. გნატი ბრანჩეინოვი. შეიყვარე მოყვასი სახარებისეული ცნებათა თანახმად და არავითარ შემთხვევაში გულისმიერი ლტოლვით. ღვთის მიერ ჩვენს ბუნებაში დანერგილი სიყვარული დაზიანებულია. დაცემით და სწორედ არ ძალუც მოქმედება, არადა არ მისცე მას თავისუფლება. მისი ქმედებანი უბიწოებას მოკლებულნი არიან ღვთისათვის საძულველნი, ვიცაცა შებილწული მსხვერპლი. მისი მოქმედების ნაყოფი მომოკვდინებელია სულისთვის. მოყვასი შემდეგნაირად შეიყვარე. ნუ განვრისხდები და ძვირს ნუ გაუხსენებ. თავს ნებას ნუ მივცემ იკადრო გასაკიცხი, სალანძღავი და მცინავი სიტყვები. შეძლებისაებ შეინარჩუნე მასთან მშვიდობა. თავი დაიმდაბლე მის წინაშე. სამაგიეროს ნუ გადაუხდი, ნურც აშკარად, ნურც ზურგს უკან. ყველაფერი რის დათმობაც შესაძლებელია დაუთმე. გადაეჩვიე შეპასუხებასა და კამაც. განაგდე ისინი როგორც ამპარტავნებისა და თავის მოყვარეობის ნიშნები. კეთილად მოიხსენ შენზე ავის მეტყველნი. ბოროტება სიკეთით გადაუხადე, ილოცე მათთვის, რომლებიც შეურაცხყოფენ წყენასა და უსიამოვნებას გაყენებენ და გდევნიან. მათი სახარების მეხუთე თავის 21-52 მუხლები. არასდროს არანაირი საბაბითაც არ განიკითხო ვინმე, არც კი განსაჯო, კარგია ის თუ ავი, თვალწინ გედგას მხოლოდ ის ცუდი კაცი, ვის გამოც უნდა აგო პასუხი ღვთის წინაშე, საკუთარი თავი. მოყვას მოეკეცი ისე, როგორც გსურს, რომ შენ მოგექცენ. მათი სახარების მეშვიდე თავის პირველი მე-12-ში. მთელი გულით შეუნდე და აპატია ადამიანებს მათი შეწოდებანი. შენს წინაშე, რათა ზეციურმა მამამაც მოგიტეო შენი უთვალავი შეწოდებანი. ბოლოს ნუაგინებ შენს ძმას ჭარბმეტყველებით, ფუჭი ლაპარაკით, ახლო ნაცნობობითა და გაშინაურებით. როცა ასე მოიქცევი მოყვას, მაშინ შეიყვარებ მას უფლის მცნების სათანადო და ღვთისადმო სიყვარულით. ამით კი დაადგები ღვთის სიყვარულისკენ სავალ გზას. მინდა იგნატე ბრანჩეინოვი. პატივი მიაგე მოყვას, ვითარცან ღვთის ხატებას და შენს სულში დავანებული ეს გრძნობა იყოს სხვათაგან უხილავი და მის შესახებ მხოლოდ შენმა სინდისმა უწყოდეს.
პატივი მიაგე მოყვას, განურჩევლად მისი ასაკისა, სქესისა, სოციალური ფენისა და თანდათან შენს გულში აღმოცენდება წმინდა სიყვარული. მისი მიზეზი იქნება არა ხორცი და სისხლი, არა გრძნობა და ტოლვა, არამედ ღმერთი. იქვე წმინდა ეგნატე ბრანჩეინო. თუ ეკლესიის ამ სწავლებას მოყვასის მიმართ სიყვარულის შესახებ შევადარებთ სიყვარულის იმ საზიზღარს სიყალბეს, რასაც ქადაგებს ახლანდელი მსოფლიო, შეგვაწუნებს მისი სიმახინჯე, რაოდენ ნათელია, რომ გულებში ჭეშმარიტი სიყვარულის აღმოცენება შესაძლებელია მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში. მისი სწავლებისა და განჩინებების ზედმიწევნით შესრულებით, მუდმივი განწმენდით, წმინდა საიდუმლოთა მეშვეობით, საღვთო მათთან ზიარებით და არავითარ შემთხვევაში სხვაგვარად. ადამიანები რაც უფრო უარყოფენ სიმდაბლეს, მართლმადიდებელ მამათა სწავლებას, სინანულზე იმართლებენ თავს და ეძლევიან თვითგანდიდებას, იმდენად მეტად ეცლებათ მათ ჭეშმარიტი სიყვარულის სწორად გაგების უნარი. ამიტომაც უხდებათ ამ გრძნობის ჩანაცვლება მანჭვა გრეხით, თვალთმაქცობით, სიყალბით. აქ შევეხებით უფლის კიდევ რამდენიმე მცნებას გულმოწყალების შესახებ. მოვიყვანთ მღვდელმთავარ ეგნატეს ერთ სწავლებას მისივე წერილებიდან. განვიხილავ უფლისაგან მოცემულ გულმოწყალების მცნებას, ვხედავ თვალუწვდენელ უფსკულს და თვალშეუდგამ სიმაღლეს. უფალი გვავალებს, იყვენით თქვენ მოწყალე, ვითარცა მამაი თქვენი მოწყალე არს. ლუკას ახარების მე-6 თავი 36 მოკლე. ამ ცნების აღსასრულებლად საჭიროა გახდე ისეთი მოწყალე, როგორცაა უსასრულოდ მოწყალე უფალი. ფართოას მცნება ეშენი ფრიად. ფსალმუნის 118:96. ვის ხელეწიფება მისი სრულად აღსრულება საქმით. მაგრამ მე ბნელით მოცული ცოდვილი ვარ და საკუთარი თავის შეფასებისას მუდამ ვხედავ კეთილის აღრევას ბოროტთან, რაც კაცთა მოდგმამ მიიღო თავისი მამამთავრებისაგან, რომელიც გაკადნიერდა, შესწოდა ნაყოფი იგემა კეთილისა და ბოროტისა. შეცნობის ხიდან მე ხალხს მოწყალე ვგონი ვარ, მაგრამ როცა ყურადღებით ვაკვირდები თავს, ზედმიწევნით გამოვიძიებ მას, ხელთ მოწყალების მხოლოდ სულელური ნიღაბი რჩება. ჩემში მოწყალებას იქს ცუდმა დიდობა, ვნებითი გატაცება, სისხლი. ვერ ვხედავ, რომ მოწყალების საქმრელად მამოძრავებდეს ქრისტეს წმინდა სპეტაკი მცნება, როდესაც მე ბნელით მოცული ცოდვილი გონს მოვეგები, ცოტა ხნით და მოვისურვებ ვიყო მოწყალე თანახმად ქრისტეს მცნებისა, გრძნობ როგორ უზარმაზარი ძალდატანება სჭირდება ჩემს გულს, ჩემი გულის სნეულებას, ამ ხელს წმინდა მცნება. იგი მარწმუნებს ვაღიარო, რომ მე ბუნებითი მოწყალე, სახარების თანახმად გულთქმა და კაცთმოძულე ვარ, ჩემი გული თანახმა იყოს მოწყალე, სისხლისმიერი მოძრაობით, მაგრამ იყოს მოწყალე ქრისტეს მცნებებისაებ, მისთვის ჯვარცმის ტოლფასია. მე ვალდებული ვარ საკუთარი თავი ვაიძულო, გასცეს მოწყალება თანახმად ღვთის მცნებებისა, თუნდაც ამას ახდეს ძალადობა გულზე, რომელიც ატარებს ყველა კაცისთვის საერთო სენს ცოდვისა, ბუნებითი გულმოწყალება, როგორც ხორცისა და სისხლის წარმონაქმნი, ვერ იქნება ღვთისადმი მოსაწონი სათნოება. ეს კიდევ არაფერი, იგი სახარებისეული მცნებების მტერია. ამ ქვეყნად მის მოსაკვეთად და მოსაკვდინებლად იქნა მოვლენილი სახარებისეული მახვილი. ბუნებით მოწყალებას აყოლნილნი იმყოფებიან წყუტიათში, ამა სოფლის მძვინვარე და ყოლად ბოროტი მყრობელის გავლენის ქვეშ. უფალმა მაცხოვარმა ქვეყნისა ამ სოფლად ყოფნის დროს ერთხელ აუწყა თავის მოწაფეებს, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმში, სადაც მრავალი ვნება შეემთხვეოდა. მოკლავდნენ და მესამესა დღესა აღდგებოდა. მაშინ მოცექულთაგან უპირატესი პეტრე, რომელსაც ბუნებითი მოწყალება ამოძრავებდა, შეედავა უფალს. შენდობა იყავ შენ და უფალო, არა იყოს ეგრე. პეტრეს ბუნებითი თანმამობის გულმოწყალების ამ გამოვლინებას უფალმა უპასუხა. წარველ ჩემგან სატანა, რამე თუ არა ზრახავ ღვთისასა, არამედ კაცთასა. მადე სახარების მე-16 თავი 23 მოკლე. თუ სიტყვა სატანა ღმერთკაცმა მხოლოდ სასაყვედუროდ თქვა, ღმერთმა დაგვიფაროს ამგვარი მკრეხელობისაგან.
ამ სიტყვით უფალი გამოხატავს, რომ მართალია დაცემული კაცის აზრები და გრძნობები კეთილნი ჩანან, მაგრამ მათზე სატანა ბრძანებლობს. გულისულ ტოლვას აყოლილი კაცის ქცევა სატანის ქმედებებს ერწყმის. ასე დააზიანა ჩვენი ბუნება სავალალო დაცემამ. უნდა ჩავიკლათ მოწყალება, თუ ის სისხლის მიერია, უნდა ვეძიოთ მოწყალება, რისი მიზეზი და სათავე არის ქრისტეს ნათელი და წმინდა მცნება. ეს არის სული და მარადიული ცხოვრება. მაშინ თქვენ წინაშე გადაიშლება თვალუწვდენელი ასპარეზი მოღვაწეობისა და სვლისა, რაც უნდა წარემატოთ მოწყალებაში იგი არა რაობად, მოგვეჩვენებათ სახარებაში აღწერილ მოწყალებებთან შედარებით. თავად თქვენი წარმატება გასწავლით სიმდაბლეს, მისკენ სწრაფვას, ასეთია სულიერი წინსვლის თვისება. და პირიქით, ვინც არ უარყოფს საკუთარ თავს, არ მოაკვდინებს სულს, ლუკას სახარების 17:33 მუხლის მიხედვით, მოქმედებს გულის გრძნობებსა და სისხლის განხურებას აყოლილი ეს კაცი უცილობლად განამტკიცებს თავის მეს, გონია რომ კეთილად მოქმედებს, კარგად იქცევა, განაცხოვლებს საკუთარ თავს და ნელ-ნელა იქმნის თავის თავზე მაღალ წარმოდგენას. ასეთი ადამიანი ფიქრობს, რომ სულიერად წინ მიიწევს, არა და მხოლოდ საშინელ დაცემაში წარემატება. წმინდა ეგნატე ბრანჩაინოვი. წმინდა მამის ეს სიტყვა განსაკუთრებით ფასეულია ჩვენთვის. იგი შეიძლება ითქვას ყველა სხვა მცნებისა და საერთოდ ქრისტიანული სათნოებათა აღსრულების მიმართაც. აქ ნათლად არის მითითებული მათი სწორად აღსრულების მთავარი პირობა და ხიბლის მიზეზი. მოკლედ და ზუსტად არის გამოთქმული ყველაფერი, რის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ.